საფირმო კონტაქტები გააკრა მიწაზე ჩილელი მორაგბე და შევატრიალეთ ბაჩუკი კარგია დავითი როგორ აჩქარდა გაჭრა ხაზი ბრავო გაუჭირდებათ შეაჩერეს მაინც გადაყრა აქ საჭიროდ თუმცა ვერ მივეხმარეთ კი ჩემს თავარი მხარდამჭერია ყოჩებმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წლების მანძილზე არაერთი წარმატებული ბურჯღაროსანი აქვს ჩვენ მხარესაა ამხრებ იმიტომ აი რას ნიშნავს გამოცდილი მოთამაშე რომელიც ზუსტად კითხულობს სიტუაციას აბა ვნახოთ ამჯერზე როგორი იქნება ჩვენი დერეფერა ბაბუნაშვილი ცალი ხელით აბა წავიდა იგივე მოლია წავიდა შეგვილია და მიწას უთიძემ კი ბატონო მეოთხე წუთზე გავხსენით უკვე ანგარიში ნიკოლოს სუთიძის ლელოთი დავწინაურდით ანგარიში 5 წუთს ბაჩუკი ყოფილა ჭუმბაძე როგორც ჩანს იგი ადგა ბურთით ხელში კარგი თანმიმდევრული შეტევა იყო და ლოგიკურადაც დავასრულეთ კი ბატონო აქ ჯალაღონიამ გადააწოდა ჭუმბაძეს და რა თქმა უნდა მის შეჩერება ვეღარ შეძლეს კარგია ჯალაღია კომბინაცია ჯინჭარაძე და პირველი ლელო თვალა კარგი იყო ჯინჭარაძე ძალიან კარგად გათამაშებული კომბინაცია ჩილი აქ ისევ მძიმე მოლწელოდებოდა ჩვენგან მეორე კეპი და პირველი თამაში აბა რა მაგარი შედეგია ორ თამაში ერთი ლელო ვერაფერს ვიტყვით კარგია გავათამაშეთ ახლა აქ ბურთი და ჯინჭარაძე მიეძავა აბა წავიდა ჯალაღონია ივანიშვილი და ვეღარ გააჩერებენ რა თქმა უნდა ივანიშვილის შვენიერი მესამე ლელო ამ მატჩში ო აღნიშნე შენ რომ ლუკას აუცილებლად ეკნებოდა იმის შანსი რომ ეს კიდევ ერთხელ საოცარი კადრი როგორ ჩანს ჩილეს მთავარი მწვრთნელი არის მოუწოდებს ახლა საჭი გამოყენებისკენ აი ახლა გამოიტანეს ბურთი ცენტრი წამოვიდა 13 ნომერი მათი და რა თქმა უნდა ივანიშვილი არის უპირატესობა ჯარიმის როგორც ჩანს უხელო ბოჭვა იყო ლუკაზე აქ კარგი პასი და ლელო გაქვით ეს მოახერხეს კი ბატონო ხო კაცნაკულმა ჩილემ გაგვიტანა ლელო ეს ნამდვილად ის ეპიზოდი არის რომლითაც წავიდა არეული აქ შეიძლება გაძრეს ლუკა ვერ მოახერხა და საბოლოო ჯამში მოიუწია რაგში გადაყვანა თამაშს კიდევ ჯავახია ისევ ძლიერ დარტყმებს აყენებს მოწინააღმდეგეს მოკლევთაზე წავიდა თვითონ ყავშიგნი ჩვანგირაძე და მორიგი ლელო პირველი ტაიმის ბონუსი კი ბატონო გაინახდეს ბორჯღალოსნებმა 35 წუთზე ძალიან კარგი შეტევა ჰქონდა რომლითაც დაახლოებით 50 სანანია ვიცავ ჯერჯერობით თავს კი So we can go to Giuda და ეხლა გაიტანეს ხაზზე გატეხა კვესელაძემ ხაზი არ უნდა გაუშვას ჯავხიამ არ უნდა დაამიწა როგორ ჩანს მაინც მოახერხეს 39 წუთზე მეორე ლელოს გატანა ჩილელი აი აქ მაინც მოახერხეს ვიდელა გაძევებული იყო მაგამდე 10 წუთი ჩემოვიდა და მიითვალა ლელო დასვენებული იყო და გამოიყენა ეს თავისი ენერგია ზედმეტი ენერგია პოზიციიდან გაუდინარე გარდასახვაც მარტივი შესასრულებელია 28-15 და დასრულდა ამით ტაიმი კი ბატონო დასრულდა პირველი ტაიმი რა შეგვიძლია აბა შეაგდოვასკამ დავძარით მაგრა ვაწვევით შეგვიძლია გამოვიტანოთ კარგია ჯალაღონია პატარა ფეხი ვასკასი რა კარგია და აიღო კახოიძემ ბრავო ამ ლელოს უკვე აღარაფერი ემუქრება კი ბატონო ამ ჯერზე ყველაფერი კარგად გამოვიდა და ლობჟანიძის მოკლეზე გადაკიდებული ბურთი დაიმორჩილა კახო დაბოლოებად შეტევის ყველაფერი იყო იდეალური აი განმეორებით ეს ეპიზოდი ცალი ხელით როგორ დავძარით გვაქვს უპირატესობა კი არ გაგვაქვს და იქნება იაშაღაშვილის ლელო კი ბატონო იაშაღაშვილის მეექვსე ლელო ანუ საქართველოს ნაკრების მეექვსე ლელო რომელიც ამ შემთხვევაში თორნიკე ჯალახონიას დაცვლად შეცვლაზე შესული ივანე იაშაღაშვილის ანგარიშზეა და კარგ დროს შესულა ივანე შეგვიძლია ვთქვათ ეს იყო კოლექტიური 8 სანტიაგომდეც ჩააღწევს
ჯობია დაავტო. ზიაგდებული ბურთი, კარგია, კარგი მოლიდგას. არის ჯინჭარაძე აკონტროლებს ამბურს და დავძარი და შევიდა დუბლი ჯინჭარაძის. კი ბატონო. ორ მატჩი 2 ლელო. მშვენიერი სტატისტიკა აქვს აჭს. მშვენიერი სტატისტიკა აქვს და მშვენიერი სადებიუტო ტურნე აქვს საქართველოს ნაკრებში. მე-7 წუთზე ჩაერთო ის თამაში და თუ გავითვალისწინებ დრო რამდენით გადასთან ნამდვილად 75 წუთი. გაათამაშეს აქ ჩინელებმა ბურთი და დამიწეს კიდევაც. ლელოსი რომელიც მათ მაინც არაფერს არ მისცემს, ვერც ბონუს კულას აიღებენ. 49-20 ვერ ჩვენ გაგვიფუჭებენ ხასიათს გამომდინარე იქიდან რომ საბოლოო ჯამში მაინც მოვახერხეთ კაი ნიშნულოვანი გამარჯვების გათამაშებაში და დიდი 10 დაიწყება შემოდგომაზე და ნელ-ნელა გახურდება ჩვენი შიდა ჩემპიონატები უკვე სექტემბრიდან და ევროტურნირები ასევე. ეს შეხვედრა კი დასრულებულია მისცა საფინალო სასტოენი თავარბაბსაჯმა გარდასახვა ზუსტი იყო და 49-22 საქართველოს ნაკრები ახერხებს ერთად 13 მოგებას დამაჯერებელ გამარჯვებას. კი ბატონო